დღეს ჰიდროიზოლაციაზე გესაუბრებთ. რემონტის პროცესისას ან მშენებლობისას ხშირად ჩნდება კითხვა, გავაკეთო თუ არა ჰიდროიზოლაცია. ჰიდროიზოლაცია, ანუ წყალგაუმტარობა, თავს ვარიდებთ პრობლემას, როგორიცაა მეზობელთან წყლის ჩაშვება ან სოკოსა და ობის გაჩენა. არსებობს ვარაუდი, რომ ჰიდროიზოლაცია არ არის საჭირო, როდესაც ვაყენებთ კერამოგრანიტს და შემდეგ ვიყენებთ ფუგას. თუმცა ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში პრობლემის წარმოქმნისას ჩვენი დანახარჯი სამჯერ აღემატება თავდაპირველ დანახარჯს. ბაზანა, სამზარეულოს ნიჟარა ან თუნდაც ტერასა, ეს არის ძირითადი ნაწილები, სადაც აუცილებელ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ჰიდროიზოლაცია. რეკომენდირებულია ასევე დაიფაროს ის სივრცეები ჰიდროიზოლაციით, სადაც გადის წყლის მილები ან თუნდაც ონკანები, რადგან გაჟონის შემთხვევაში ნაკლები იყოს ზარალი. ფილის დაგებამდე უნდა მოხდეს მისი წასმა ორ ფენად, რა თქმა უნდა, ზედაპირი აუცილებლად შემთხვევაში უნდა იყოს მშრალი და ასევე კუთხეებში უნდა გამოიყენოთ ჰიდროიზოლაციო ლენტი. არ დაზოგოთ ხარჯები ჰიდროიზოლაციის გაკეთებისას, ვინაიდან ის შენი უსაფრთხო რემონტის გარანტია. ჩვენ ვართ კომპანია ლეოჰაბი. 2-60-20-60 დარეკვით თქვენ მიიღებთ თქვენთვის სასურველ ინფორმაციას სამშენებლო მასალებთან დაკავშირებით. ჩვენი კონსულტანტი მოგაწვით დეტალურ ინფორმაციას ჰიდროიზოლაციო მასალასთან დაკავშირებით, ასევე მოგაწვით ფასებს. თქვენი სურვილის შემთხვევაში თქვენთვის სასურველ სამშენებლო მასალას მოგიტანთ თქვენთვის სასურველ ადგილს.